14 წლის ვიყავი, რო ვთქვი, რომ მინდა მოვინათლო. ჩვეულებრივად მიიღეს ეს ამბავიც, გვერდით დამიდგნენ, არ ყოფილა არანაირი წინაღობა იმისა, რომ არა შენ არ მოინათლები, არ იქნები ქრისტიანი. როცა ადამიანი გიყვარს ისეთი როგორიც არის. ეგ ჩვენ ამ იდეით გავიზარდეთ და მამაც ყოველთვის ამას გვეუბნებოდა და ჩემთვის დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს იმას, რომ აი რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ შვილები. ეს სოფელი თავდაპირველად და ეხლაც ნაწილობრივ არიან მუსლიმანური მრევლი. დღემდე მუსლიმი ვარ, მაგრამ როცა ჩვენს ოჯახში ჩემმა შვილმა გადაწყვეტა, რომ უნდა მონათულილიყო, ჩემთვის ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი. მას ჯერ დალევ და მერე მიაწოდებს ხვას. ზოგი რამ შეიცვალა, ზოგ შვილიშვილმა ქრისტიანობის მხარეს გადაიხარენ და ზოგი მუსლიმნად არიან. მანამდე მეჩეთში არ დადიოდნენ, ოჯახებში ლოცულობდნენ. ახლა მეჩეთში დავდივართ და იქ ლოცულობთ. არის ჩვენთან არსებობს ჩვენს ოჯახებში მაგალითად ხატები, არის ყურანი, არის ბიბლია, არის აღდგომის დღესასწაულები, რომელიც კვერცხს ხებავენ და დიდი სიამოვნებით და დიდი სიყვარულით ვღებავ. ჩვენთან ბაირამის დღესასწაულზე ორჯერ მოხვევა, ანუ გემრიელად ჩახუტება და ბაირამს გილოცავ, ანუ როგორ იტყვენ იმ სიტყვას? ბაირამობარეკულა. აი ასე, ზუსტად ეს ეკეთ. ბაირამობარეკულა. მთელი ჩემი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. გამზარდეს დეიდამ, ბებიამ, ყველაზე კარგი მოგონებები მაკავშირებს აქ. ყოველთვის მესმოდა სიყვარული, ყოველთვის მესმოდა პირველ რიგში ერთმანეთის პატივისცემა. დააფასეთ ერთმანეთი, პატივი ეცით ერთმანეთს, რაც არ უნდა იყოს ნებისმიერ სიტუაციაში, იდექით ერთმანეთის გვერდით. მეგობრობა, სიყვარული ერთში დგომა აგით.